დღევანდელ ვიდეოში დავარეაქტებთ 2024 წლის ყველაზე ნახვა TikTok-ებს. ზდბანდა. და ხო, ნიკა TMG იქნება ჩვენთან. პირველ TikTok-ს აქვს 96.6 მილიონი ნახვა. Holy shit. ეს ნანახი არ მო. ექრომები გააძრეს, ხო არ გადაო? The fuck? ეს მონტაჟი არა? მონტაჟია, კარზე ეტყობა. ანუ ეს ტიპები მიდიან რა, რაღაც პროსტა ადგილზე და უცებ ექრომებში იჩდები. ჩემი კაი, იმინა გული დამარტყავდა, ან რატომ უნდა შეხვიდე? ანუ ახლა ხო წარმოგიდგენია, პირველ ვიდეოს აქვს 96.6 მილიონი ნახვა და ბოლოს რა იქნება? ბოლოს ექნება მეგობრებო 200 მილიონი, არა მეტი. ნახოთ, გავიგე. დავი გავშვი. შემდეგ TikTok-ი არის 104.7 მილიონი ნახვით. Has been holding that. ეს ის არის კარლო პოიკანტარე? არ ვიცი. მეგონი 104 მილიონი ნახვა და რაში პროსტა სიცილში. შემდეგ არის 107.2 მილიონი ნახვა. სხვა შორის ახლა დიდი სხვაობები არ აქვს დასაწყისში, მაგრამ ბოლოსკენ ძალიან იზრდება. რა კაცია ბიჭო. I show speed-ი გაიჩითა პატარაობაში. I show speed-ი არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ასე ვიყავი პირველ კლასში რომ მივედი. მაგარი კაცია. ისე ერთ-ერთს არ იყოლიებდი? კი, მაგრამ ერთი კვირა, არა ერთი თვე. და ჩაგაჟივა თავში რავი ტილებს ამოგაწის. აუცილებლად მაგარი ოთახში გააკეთებდი რაღაცა ის მაიმუნმა რო იყტუნაოს დააძრეს ჩამოწეს რაღაცები. ვიდეოს ვიღებ და უკან მაიმუნი დახტის. შემდეგ TikTok-ს აქვს 110.5 მილიონი ნახვა. აუ რა სახია. მიდი აწიეო ეგ არის, ო წაიღო. ეს ბავშვი პროფესიონალის გაიზრდება რა ქვია. აგენტი. ეს ნანახი მაქვს. გონი წყალში ჩავა ბოლომდე, აი კარებამდე ჩადის, აი ზუსტად არ ვიცი. ხო. ბაზარი არა. მოცა ესე ადიან გემზე თუ რა თემაა ეს რატო ჩავიდა ეს? არ ვიცი. ესენი რას აკეთებენ? კიბით ჩასვლას აპირებენ თუ? რავი რა შეიძლება. თუ ადიან თუ რა ხდება? ისე მე მაგარი შიში მაქვს გემების, ანუ რავი გემზე ალბათ ვერ დავუჯდები ვერასდროს. მე დავუჯდები ალბათ. დიდ გემებზე ან რაღაც მეგალოფობია ქვია მე მგონი მაგას დიდი რაღაცები შიში. მე მის შიში მაქვს, აი დიდ გემზე თუ გავიჩითები, რო ჩაიძიროს ალბათ ჩემი ნომერი აი სადაც დავიძინებ, არ უნდა იყოს სადმე ქვევით რა, ანუ ზევით უნდა იყოს რომ გავცურო რა. გემი თუ ჩაიძირება, რაღაცა გაქცევა რომ მოასწრო და სადმე ქვევით გემის რაღაც ისეთ ნაწილში არ გაიჭედო რა, ტიტანიკში როგორც იყო. გემი რო იძირება, პროსტა რომ გადახტე გემიდან. ხო და მაგას ვამბობ რომ გადახტობა რომ შეგეძლოს სადმე გემზე შუაში ქვევით არ უნდა იყო. ანუ რატომ დარჩე გემზე როცა იძირება, პროსტა ადექი და გადახტი მარტივად. ტიტანიკზე რატო დარჩენ, გადახტარიყო და. ბიჭო გადახტე, ის მოასწრო გადახტე. კარგი, შემდეგ აქ 117.3 მილიონი ნახვა და ეს უკვე მთელი 7 მილიონით, მეცა ხო 7 მილიონი. პეპა გოჩის სახლია. ხო არ გადაუბზა. ძმამ რა გააცო. ეს პეპა გოჩის კი არ არის, ვისაც მინუსი გაქვს თვალში და თვალის ექიმთან ხართ ნავყოფი, აი, იმაში რომ გაგახედებენ. სახლი ზუსტად ესე დგას სახლი ბილიკის ბოლოში. მე არ ვიცი, არ მაქვს მინუსი თვალში. ხო, კომენტებთან ხშირად ზიხარ ხოლმე და მიხვალში. რითი მიზუმა ვაფშე საიდანაც დაინახა უყურე. Samsung Galaxy S20 Bi. ანუ ქვეყნის ერთ ბოლოშია და მეორეში ზუმავს სახლს. ძმამ დაამტკიცა რომ დედამიწა ფლეთია ჩემი. What the fuck? სად ვიყიდო მეც მინდა. რა რეაქცია გექნებოდა აი პერმას რო ხარშავდე და თავსახური რო ტრიალს იწყებს. რა მე მეგონებოდა რომ შიგნით ვიღაცას ხარშავ. შენი 4 ტყუპიო ერთხლა ერთმანეთს ართოვსო რა 4 ტყუპი რო ყავს ბიჭო 4 ტყუპი ჩემი კაი ახალმოცელი იქნებოდა ვინც რო სულად იყო ჩემ ან 4 ტყუპი როგორ უნდა გააჩინო დანგრატი ო რა კაცები არიან ყველა ვიცი რა თუ ყველა გოგოა აზია რო ეხა ეს ამბავს უყვება რომ აი იმ დღეს საწყოში დამაბეს ეგ იქნება გადმოხტი და ბახ ესე მაგარია ეს 4 ტყუპი წარმოგიდგენე 3 ტყუპიც მარო ყავს აუ არა ცუდი იქნებოდა შოპრებს და ძაღლი დგას სკეიტბორდზე. ძაღლს სკეიტზე კატაობას როგორ ასწავლიან ჩემ. მე ვერ ვისწავლე ამდენი წელი და ძაღლი კატაობს. თან ნახე რა მაგრა უხურს უყურე. ანუ გააზრებული სკეიტის ის რა ქვია ფიზიკა და რა საკეთებს. ხო ანუ აზია რა უნდა ქნას. რო ვეღარ გააჩეროს კიბეზე რო ადიხარ და ძაღლი მომოდეს სკეიტი. ეგრევე ხილზე თუ არ ვიფსკინო მე ხო არ ძინა. შემდეგ აქ 131.2 მილიონი ნახვა და ნუ ეს არის გიქსონას უცხოური პატენტი ვერსია. ზურხა გამოიშტერდა. სმამ რა სვავს? რძე არის შოკოლადის რძე. აუ. ამას ხო არა ქოწრო. ზიპერას barber shop-ი be like. ჩავჟირდა ბავშვი. ჯარ და ხოლმე ტიროდეს.
ხო რავი, მე პირველად რომ მიმყვანას ვიტირე. მეც. იხუტუნება მე მგონი. შემდეგ აქ 144.7 მილიონი ნახვა. ვა. არა, შეეხო ხო რა გადავა. მაგრამ რითი შეეხო, რავი რა არის? ანუ რა არის? ეს რა არის? წყლის ასადუღებელი რო იყო ძალიან ადრე, კიპიწელნიც რო ეძახდნენ, მგონი ეგაა. არ ვიცი მე ზედმეტად პატარა ვარ მაგისთვის. გოგოებს ეცოინებათ, რავი, გოგოები თუ ხართ დაწერ კომენტარებში რა არის ეს. ბიჭო, ეს არა თმის დასასწორებელი შანსი არა, ეს არ არის. ხო, რანაირია. ეგ რკინა იმენაცხელი არის. 146 მილიონი ნახვით მეგობრებო, შემდეგი. ყავით გადის ამას ძმა მომავალში ცხოვრობს იმენაი. ეს ედიტი მგონია, ეს ედიტი მგონია. ხო, მომენტ. ეს არ მგონია ეგეთი მაღალი შენობა იყოს ბურჯ ხალიფასთან შედარებით და ბურჯ ხალიფა რამდენჯერ მაღალია შეხედე. არა, ბევრად მაღალია, მაგრამ ეხა ეს ღრუბლებს მაღლა არ მგონია იყოს. ბურჯ ხალიფა რამდენ სართულიანია? მოდი დავგუგლოთ. 828 მეტრია. 1 კილომეტრიანი არის ხო და პაშტი. დიდი სიამოვნებით გამისცდი ასეთ ექსპერიენსს. სვას რამდენი კარტი უჭირავს? და მაინც რო არ ყავს. ზუსტად ასე ვარ ხოლმე, მე უნო სამაშტეს იმდე კარტს მატენია. და შემდეგ TikTok-ს აქვს მეგობრებო 157 მილიონი ნახვა და ეს კრინჯია. არა რა. რა ქვია მაგ პერსონაჟს არ მახსოვს? არ ვიცი. რა დაისახით უყურებს ნახე. ისიც როგორც ის. და მაგ პერსონაჟის სახელი ვისაც გახსოვს დაწერთ კომენტარებში, არ მახსოვს. შემდეგ აქ 161 მილიონი ნახვა. კი, მე მგონი გათენდება ხო? პირიქით. თუ რაღაც და ხო, აი. ბიჭო არა მოაგდო ძმა. ჩემი კაი. ანუ გადაღებასაც სხვანაირად იღებენ, ანუ ედი მარტო ედიტი არ არის. და ძალიან ადრე უყვებდი ხოლმე ამის ვიდეოებს ვაინზე დებდა მე მგონი თუ რაღაც. ხო, ვაინების პერიოდში იყო კაკრას. ყველა რავი ესეთი ცნობილი ვინც არის ლოგან პოლის ვაინების პერიოდში იყო. არა, ძალიან ცუდი ვიდეოა, ძალიან პოროტი. არა, ამას მე მგონი 175 მილიონი მაინც არ ეკუთვნის. კიდე მაიმუნი. კიდე მაიმუნი. ბიჭო, მაიმუნები მაგრაევასებად აშკარად. აუ რა კაცია. კურდღელიც რა კაცია, არ მოხდეს. მე მგონი ცხოველები რაღაც გლიჩია რა. მაიმუნი უნდა დავიცი, კაი ნახევს დავდებთ ესე იგი, ხო? ბაზარი არა. აი საჭოს ხო თუთი ყოში ყავდა, შენ მაიმუნი მოიწვე. იგი 199 მილიონი. აუ რა ნახვები მიდის TikTok-ზე? ესეც ვიცი. ძაღლის რა დრიპი აქვთ? ობის უნდა გადავოღო ერთი ესეთი. შემდეგ ვიდეოს აქ 195 მილიონი ნახვა. და ეს ძალიან ცნობილი ძაღლია სხვა. ეს ვიცი. ყველა ვიცი მე მგონი. ეხა პირში ჩაუტრიალებს ხო? როგორ ჩეს არა? როგორ არა, 195 მილიონიდან ერთი მე ვარ ხო არ გადავ. მამა რო ეგეთ რაღაცას გაგიეთე. შემდეგ TikTok-ს აქ უკვე 200 მილიონი გაუშვია ბა? აულიში. ხო, რა მამაზე ადგილია ძმა. ნამდვილი ადგილია ნეტა? ვეღარ გაიგებ უკვე დღეს AI-ით არის გაკეთებული თუ ისია. Vancouver-ის North Shore რაღაცა ის. ნუ მოკლედ ნამდვილი ადგილია. ეს ვიდეო თუ ავა 50000 ლაიქზე მე აქ წავა. მეგობრებო, მოდი ვნახოთ, ჩერი მართლა წავა თუ არა Vancouver Shore-ში. 50000 ლაიქზე. ფეიკებით არ ვამატებ, ფეიკებით არ ვამატებ. ხო, შენ დაგჭირდება ვიმე სულწოვანი რო გაყოს ხო? სავარაუდოდ. შენ სამომყვები. ჩერი წავიყვა. Vancouver-ის Shore-ში. შევთანხმდით. ჩარტყი. არა, ხელი. გაშლილი ხელი. აჰა. ასე. ეგ. აუ, არა იყვანო, ჯერ არა იყო. ორი TikTok-ი დაგვრჩა. ბოლოს წინა TikTok-ს აქ 213 მილიონი ნახვა. ბოშ. რა кай ფოტო. აუ, თორე კიბრილეში იყო ხელი. ზად ხარ ბოლო TikTok-ისთვის? ზად ვარ. რამდენი? ბოლო TikTok-ს აქვს 399.2 მილიონი ნახვა და არის ქართველების დადებული. ქართველების? გაუშვი. ქართველების ვიდეოა. 399 მილიონი. მასწავლებელმა იმენა. მართლა ინერვიულა იმენა ვიდეოში ეტყობა. ბიჭო, ეს ტრენდი ძალიან ბევრმა გადაიღო რა, მაგრამ ამან იმენა ყველაზე მეტი ნახვა მოხსნა. რავი, 399 მილიონი ნახვა ხო არ გადაუღო. ქართველების ვიდეოს. ქართველების მორიგი გამარჯვება. კაროჩე, კაი, ვიდეო გამოგვივიდა, მე მგონი მე და ჩერის და დალაიქება, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ზარის გააქტიურება, ვისაც მე არ ყავართ გამოწერა.
მე თუ ხართ ეგეთი. გადმოდით დამასაბსკრაიბეთ და და Minecraft-ს ვინმე თუ თამაშობთ, ეხლა გავხსენი სერვერი Cybercraft-ი ქვია და რა ვიცი, ჩერი აღწერაში იქნება ხო? მეც ვიქნები ხოლმე ასე რომ აღწერაში იქნება მაგის ინფოსა. აბა ჰე და აბა ჩვენ კიდე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace.